ამ დრომდე ის არ აქვთ დადგენილი ვისი სისხლია ზვიადის ქურთუკზე. დღემდე ჩემი ქურთუკი რაც მაშინ მეც არის დაპატიმრებული. დღემდე არ მოგვს ცდომა და არ მაძლევენ და თან თვითონ ზამდენი ხანი ვერ დაუდგენიათ ჩემი სისხლი იყო თუ არა მართლა. ნუ ეს ყველაფერი არის სასაცილო, რომ ზამდენი ხანი გადის და ჯერ კიდევ არაფერი არ არის ელემენტარულ დონეზეც დადგენილი, რომ თუნდაც ის სისხლი რაც იყო ქურთუკზე იყო თუ არა მართლა ჩემი. ზვიად მაისაშვილი დარწმუნებულია, რომ არსებული ხელისუფლება დამნაშავეებს არ დასჯის. ან როგორ უნდა დასაჯონ ისინი, ვინც სისტემას ძალაუფლების ფარად შესაძლოა ხვალის დასჭირდეს. გია ჯაფარიძეს თავს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან 2024 წლის 6 მაისს დაესხნენ. მაშინ რეჟიმი რუსული კანონის შემოbrunებით გაბრაზებული ხალხის ძალადობით გაჩუმებას ცდილობდა. ვინც აქციების დაშლისას ვერ ცემეს, ტიტუშკების სახლებთან დაახვედრეს. ეს ძალიან სასაცილო საქმეა, რასაკვირველია არავინ იდენტიფიცირებული არ არის, არავინ დაკავებული არ არის. წელიწად ნახევარია იძახიან, რომ ძიება მიმდინარეობს. მაშინ, როდესაც ამოღებულია კამერები, კამერა, რომელიც სადარბაზოს კარის თავზე ეკიდა და გარშემო რაც იყო კამერები ყველა არის ამოღებული, უფრო მეტიც წაღებული არის მთლიანად ეს სისტემა, მე ამაში კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ რაღაცას ეძახიან DVR თუ CCTV თუ რასაც ქვია. ეს მთლიანად წაღებულია, ესეთ უხერხულ მდგომარეობაში ვარ, მეზობლები თხოვენ რომ ეს დავაბრუნებინო პოლიციაც და პოლიცია თუ პროკურატურა, ადვოკატი ეკონტაქტება პერიოდულად, ამბობს რომ არის ექსპერტიზის ბიუროში. ამ სამხარაულის ბიურომ ჯერ ეთყობა ვერ გახსნა ეს თუ არ ვიცი ხა ისეთებს ვისმენთ უკვე რომ მობილურ ტელეფონებს ვერ ხსნიან თურმე და ეს რომ ვერ გახსნან არ ვიცი ექსპერტიზის ბიუროში არის აგრეთვე ჩემი ტანსაცმელი რომელსაც ასევე არ მიბრუნებენ და აი აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ჩემი ტანსაცმელი რომელიღაც პოლიციელს აცვია